კვარაცხელიას სეზონის მატჩი. რას ამბობენ ლუის ენრიკე და მარსელო ხვიჩაზე? მიქაუტაძის პასუხი კრიტიკოსებს. ჩაკვეტაძის მდგომარეობა. საქართველოს ჩემპიონები და 2025 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შედეგები. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი, რომ ახალ წლამდე ერთად ავიდეთ 70,000 გამომწერზე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. პარი სენ-ჟერმენმა რენი 5-0 დაამარცხა. საუკეთესო ფეხბურთელი კი სწორედ კვარაცხელია იყო, რომელმაც პარი სენ-ჟერმენის მაისურით 50-მე შეხვედრა ჩაატარა. ამ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია. ხვიჩამ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. გააკეთა 3 მწვავე პასი. ჰქონდა 5 წარმატებული დრიბლინგი. მოიგო 6 ორთაბრძოლა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარამ პარი სენ-ჟერმენის მაისურით დუბლი მეორედ შეასრულა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ რენთან გატანილი პირველი გოლი, რომელიც ქართველმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა და გულშემატკივრის ნაწილმა ის უკვე შეადარა ატალანტასთან გატანილ მის გოლს. თქვენ რამდენად ხედავთ მსგავსებას ამ გოლებში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ქართველის შესანიშნავ თამაშზე შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ ისაუბრა. კვარაცხელიაზე გუშინ თქვენი კოლეგები მისმევდნენ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას შეხვედრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთებს ის ჩემპიონთა ლიგაზე სხვანაირი ეჩვენებათ, ლიგა 1-ში კი სხვანაირი. კვარასთან მიმართებაში არ შეიძლება ეჭვები არსებობდეს. ის სხვანაირია, სანახაობრივია, აქვს მენტალიტეტი და უმაღლესი კლასი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს გამოწვევები. გვინდა არსებობდნენ გუნდები, რომლებიც ასევე იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სირთულეები. აქვე უნდა აღვნიშნოთ მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარული მცველის მარსელოს კომენტარი ხვიჩაზე, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ბრაზილიელის თქმით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვისი დრიბლინგითაც აღფრთოვანებულია, კვარაცხელია. ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი მიყვარს. ასევე თანამედროვე დრიბლიორებიდან ძალიან მომწონს რეალ მადრიდის აკადემიის მოთამაშე გაბრი. ის აუცილებლად მოხვდება მთავარ გუნდში, რადგან მასაც ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. ლამინ იამალივით აკონტროლებს ბურთს. ძველი თაობიდან, რა თქმა უნდა, რონალდინიო. ფეხბურთი ზოგადად სიურპრიზები და ინტერპრეტაციებია. ვერასდრო სიტყვი, რომ გარკვეული ტაქტიკით თუ ითამაშებ, აუცილებლად მოიგებ. ფეხბურთი მეტია ვიდრე ის, რასაც ხაზებს შორის ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ტექნიკის დახვეწაში მე მინი ფეხბურთი დამეხმარა და დღესაც მეხმარება, რადგან სამოყვარულო დონეზე ვთამაშებ ხოლმე. ბავშვებმა უნდა ითამაშონ მინი ფეხბურთი, რათა ბურთის კონტროლი ისწავლონ. ხშირად მესმის მწვრთნელისგან წუხილი, რომ ბავშვები ვერ ფლობენ ბურთს. შევხედოთ ყოფილ და თანამედროვე ვარსკვლავებს. ისინი ყველანი ფლობენ ბურთს. ეს კი მინი ფეხბურთიდან და ეზოდან მოდის, სადაც ბურთის კონტროლი ხშირად გიწევს. ჩემი სათამაშო სტილიც ყოველთვის ქუჩური და ლაღი იყო და სწორედ იქიდან მოდიოდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს ლიგა 1-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 33 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში 13 დეკემბერს კვარაცხელიას გუნდი სტუმრად გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის მეც დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე 11 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ბილბაოს დაუპირისპირდება. თქვენი აზრით, რა შედეგით დამთავრდება ეს შეხვედრა? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ესპანეთი, სადაც გიორგი მიქაუტაძემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვილიარეალის 24 წლის ქართველმა ამჯერად ხეტაფეს გაუტანა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. შეხვედრა 2-0 დამთავრდა. საბოლოო ანგარიში მიქაუტაძემ დააფიქსირა და თან ისეთი სილამაზის გოლით, რომ ყველა კრიტიკოსი დაადუმა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ქართველმა კიდევ გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო ეს გოლი გაუქმდა. შეხვედრის შემდეგ ქართველი შეაქო ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო. მიქაუტაძე ძალიან ზუსტი მოთამაშეა, რომელიც დღევანდელივით ოსტატურად გოლებს კიდევ გაიტანს. ის ძალიან ზუსტია და შესანიშნავი დარტყმის უნარი აქვს. ვფიქრობ, მას ეს გოლი შესაძლოა ჩვენზე მეტად სჭირდებოდა. ძალიან გვიხარია, რომ ასე გამოვიდა და გოლი გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაიტანა. დღეს გიორგის გოლი სჭირდებოდა. თავდამსხმელებს ყოველთვის სჭირდებათ გოლები, მაგრამ ვცდილობდით, რომ მას სიმშვიდე შეენარჩუნებინა. არ უნდა იყოს შეპყრობილი გოლის გატანით, არამედ უნდა იყოს ჩართული, მობილური და გუნდური მოთამაშე. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ლა ლიგის 10 შეხვედრაში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. ყველა ტურნირზე ვილიარეალის 16 შეხვედრაში კი 5 გოლი და 3 საგოლე პასი. ვილიარეალი ამ დროისთვის 35 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლევანტეს დაუპირისპირდება. თუმცა მანამდე ქართველის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კოპენჰაგენს უმასპინძლებს. ახლა კი ერთი სამწუხარო ამბავი.
ტრავმით გამოწვეული 8 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უოტფორდის ძირითადი შემადგენლობიდან გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა. თუმცა 21 წუთზე ნორვიჩის მეკარესთან შეჯახების შემდეგ ისევ დაზიანება მიიღო. ქართველმა თამაში გააგრძელა, მაგრამ მუხლის არეში ტკივილმა ისე შეაწუხა, რომ 38 წუთზე მაინც შეცვალეს. ქართულის დაზიანებაზე შეხვედრის შემდეგ უოტფორდის მთავარ მწვრთნელს კითხეს, თუმცა გიორგის ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა მაინც უცნობია. იმედია, რომ დაზიანება კვლავინდებურად სერიოზული არ აღმოჩნდება და ქართველი ნახევარმცველი მოედანს მალე დაუბრუნდება. ახლა კი საქართველოს, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ იბერია 1999 გახდა. იბერიამ ბოლო დაძაბულ საჩემპიონო შეხვედრაში გაგრა 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრამდე ჩემპიონატის სათავეში დაძაბული მდგომარეობა იყო, რადგან იბერიას და გორიზდილას თანაბარი ქულები ჰქონდათ. შესაბამისად, ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერაციის გადაწყვეტილებით იბერიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩემპიონო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩაატარა. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ წინა ტურში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც გუნდებმა 10 კაცით დაამთავრეს. გამარჯვების გოლები გიორგი ჯინჯოლავამ და გიზო მამაგაიშვილმა გაიტანეს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გაგრას რიგებში დავით მუჯირის გოლი, რომელიც შესაძლოა სეზონის საუკეთესო გოლიც იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის სეზონი იბერიამ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელმაც თანამდებობა ევროთასებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა. მისი ადგილი გია გეგუჩაძემ, შემდეგ კი გუგა ნერგაძემ დაიკავა. 29 წლის ნერგაძე კი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა. სანამ ჩემპიონების ემოციებს და კომენტარებს გაგიზიარებთ, გეტყვით, რომ ჩემპიონატში მესამე და მეოთხე ადგილები ქუთაისის ტორპედომ და დინამო თბილისმა დაიკავა, რომლებიც გორიზდილასთან ერთად მომავალ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ. ჩემპიონი იბერია კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და ლიგა 2-ში დაქვეითდა ფოთის კოლხეთი, ხოლო გარეჯი და თელავი ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუთში იბრძოლებენ. გარეჯი სპაერს დაუპირისპირდება, თელავი კი სმეშახტეს. რაც დარამდულებით ვიცით, არის ის, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ითამაშებს ლიგა 2-ის გამარჯვებული რუსთავი. რაც შეეხება ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირს, ზედიზედ მეორედ ის ქუთაისის ტორპედოს ფორვარდი ბიორნ იონსენი გახდა, რომელმაც ჩემპიონატის 34 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ახლა კი გიტოვებთ ჩემპიონების ემოციებს და კომენტარებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები. და ეს საფინალო სასტვენია, იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია. ძალიან მალე უკვე საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება, ჩვენი კოლეგები იქ არიან, თავაზობენ კადრებს, მაგერ გიორგი ნერგაძე, რომელიც წარში აღდეს იბერიას ფეხბურთელებმა და მოკლედ ესეთი სეზონი გამოვიდა იბერიასთვის. მთელი ჩემპიონატია რატომღაც ჩვენ წინააღმდეგ არის ყველა გუნდი და თავის საჯებიან და თავის ყველაფერიან და ვერ ხვდები რატო რა დააშავა ამ გუნდმა. ყველაზე მებრძოლი გუნდი ამ ჩემპიონატში იბერია და დამსახურებლად მოიგეს ვამაყობ ამ ბიჭებით, იმიტომ რომ მთელი სეზონია მაგრად ბრძოლობენ და თავი მოიკლეს, მაქსიმუმი ჩადეს, რომ ჩემპიონები გამختارიყავით და შედეგიც მოვიმკით და ჩემ თავს რაც შეეხება მაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, ციკლი მშრალი კარი, ძალიან კარგი წარმატებაა ჩემთვის და ბედნიერი ვარ ამ დღით და მადლობა იბერიას და ულოცავ მთელ იბერიას გულშემატკივრებს და მართლა დიდი გუნდია ეს და ძალიან ბედნიერი ვარ აქ. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან რთული გზა გავიარეთ, ყველამ კარგად ის მწვრთნელების შეცვლა, ევროტურნირების რაღაც მიუღწეველი ოცნებასავით და ის რომ დაუბრუნდით და 6 ქულიანი ჩამორჩენა დავაქამბექეთ, ესე რომ ვთქვა, ცოტა უხეშად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სისრულეში მევიყვანეთ ის რაც თავიდანვე მიზნად დავისახეთ. იყო პერიოდი, როდესაც რა ვიცი, 9 ეროვნული ლიგის გუნდმა უარი მითხრა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს თასი უნდა ავწიო მე. ამას ვერ დავმალავ და ამის თქმა ძალიან მინდოდა და ამიტომაც აუცილებლად ვიტყვი. დანარჩენი ძალიან ემოციური დღეა, თითოეული ტიტული ამ გუნდის შემადგენლობაში ჩემთვის ძალიან ემოციური და ძალიან ბევრს ნიშნავს და მთავარი რაც არის ამ გუნდმა მთელი საკლუბო ფეხბურთის და საქართველოს სახელი უნდა გაიტანოს საზღვრებს გარეთ და ეს არის ჩემი ოცნება და ამას აუცილებლად მივაღწევ ერთხელ. ეს ბევრი სირთულე ქონდა ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე, როცა გუნდი ჩავიბარეთ, გუნდი 6 ქულით უკან იყო და ეს მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მთავარი რწმენა ცხოვრებაში არის ის, რომ არაფერი არ შეიძლება ადამიანმა მარტო გააკეთო და წარმატებას მიაღწიო და ეს ძალიან დიდი გუნდურობის შედეგია. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ ფეხბურთელებს, ჩემ სტაფს და მთლიანად ჩვენ ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს. ყველას ძალიან დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი
რაც დღეს მოხდა და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი ტიტული მოვიპოვე აი ამ ჩემთვის საყვარელ კლუბთან ერთად. ახლა კი მთავარი იბერია 1999, საქართველოს 2025 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია. გიზი მამაგეიშვილი საქართველოს ჩემპიონის ფართან ერთად და